რა ხდება დღეს საქართველოში? საჭიროა თუ არა მეტი პერსონალური სანქცია ქართული ხალხის და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად და საით აქვს აღებული გეზი ქვეყანას. თემაზე სტუმართან სტრატეგია აღმაშენებლის წევრ გიორგი თევდორაძესთან ერთად საუბრობთ. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე აქვე მინდა ტელემაყურებელს ვითხრა, რომ ჩვენ წინასწარ ჩავწერეთ ეს გადაცემა იმასთან დაკავშირებით, ხვალ, ანუ როცა ეს გადაცემა გავა, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ თბილისში, სადაც თქვენი ლიდერის დაპატიმრება არ დაპატიმრების საკითხს განიხილავს სასამართლო. და მოდით პირველი კითხვა მექნება ასეთი, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს საქართველოში და უფრო რთულდება თუ არა მდგომარეობა, როგორც ამაზე არა მარტო თქვათ ქართველი ოპოზიციური პარტიები, არამედ ევროპარლამენტარები და ევროპული ქვეყნების ლიდერებიც საუბრობენ. მოგესალმებით თამუნა, მე ვესალმები ტელემაყურებელს და პირველ რიგში მინდა გამოთქვა ჩემი ძალიან ისეთი გულწრფელი მადლობა იმისათვის, რომ დღეს თქვენი გადაცემის ფორმატში მუშაობა და აი სათქმელის მიტანა მაყურებლის ყურამდე, რასაც აი თქვენ ცდილობთ აი ამ პლატფორმიდან, მე ვიტყოდი, რომ ერთგვარი სამოქალაქო გმირობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ამ ხის გარემოში, იმ პირობებში, როდესაც რეჟიმი გვეუბნება ყველას, რომ ყველას დაგვიჭერს, რომელიც ვინც მისი ნების და მის მიერ დასახული რეალობის წინააღმდეგ წავალთ, ну, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ისეთი გმირობისა და სიმამაცის აპატიეთ გაგაწყვეტინებთ და შევახსენებთ მაყურებელსაც იმ განცხადებას, რომელიც დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ბატონმა ესე იგი კობახიძემ, რომ დაიჭერენ ყველას, ვინც არ აღიარებს დღევანდელ პარლამენტს ლეგიტიმურად. ხო, აი, ეგ მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ დღეს ცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც ჩვენი არალეგიტიმიური, არაარჩეული ხელისუფლება არც ცდილობს მისი პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით, რომ თავი მოგვაჩვენოს ან კარგად, ან სამართლიანად, ან ესეთ რა ქვია, ამხშენებლად, როგორც ეს ხდება ხოლმე ქრესტომატიურ შემთხვევაში, ხო? მაგრამ ყველა ხელისუფალი და ყველა ხელისუფლება ცდილობს ხალხის თვალში შეიძინოს ეს ნიშანთვისებები, რაც მე ჩამოვთვალე. არა, ჩვენ ხელისუფლება ამბობს ერთადერთ რაღაცას, რომ ის შეიძლება ცუდია, ის შეიძლება არასამართლიანია და სხვადასხვა ძალიან ბრუტალური, ძალიან ესეთი უხეში და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს აი ამ უსამართლობის დანახვებას ხალხისთვის, მაგრამ ამტკიცებს ერთად რაღაცას. მე ვარ ესეთი, მაგრამ გერევით. მორევის სიძლიერის დრო, ეპოქა და რაღაც გარკვეული ესეთი პერიოდი დააყენა ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საქართველოში. მახსენდება ერთი ასეთი გამონათქვამი, რომელიც აი ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად, რომელიც სხვა შორის ეკუთვნის ნაპოლეონ ბონაპარტეს, რომ როდესაც ძალა ლაპარაკობს, სიმართლე დუმს და ძალის ენით ლაპარაკობს დღეს ხელისუფლებამ. თუმცა არსებობს ერთი ძალიან მაგიური შორისდებული და დოქტრინა ამ დროს მანამ სანამ ან ჯერჯერობით. ჯერჯერობით ხდება ეს ყველაფერი, ვიდრე გარკვეულ დონემდე მივა ხალხის მოთმინების ფიალად, საგარეო ფაქტორებიც და დღეს ჩვენი ქვეყნის გარეთ ისეთი სიტუაცია და იმდენად ადუღებული მდგომარეობა მსოფლიოში, რომ ხვალ რა პოლიტიკური კონიუნქტურა გვექნება ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, აი ნამდვილად გეთანხმებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაცა, რომ ჩვენ აი ამ ნაბიჯებით ყველაზე საწყენი რაც არის, სულ უფრო და უფრო მეტად ვცილდებით ჩვენს მთავარ ვექტორს, ჩვენს მთავარ ესე რომ ვთქვათ გზამკვლევს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში, 30 წლის განმავლობაში მივყავდით ხოლმე დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, პროგრესისკენ და განვითარებისკენ და ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ და ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი, ჩემთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. მე 2012 წლიდანვე ვთვლიდი და მიმაჩნდა და ვამბობდი ხმამაღლა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ რუსული გეზით წაიყვანდა საქართველოს და სამწუხაროდ ეს ჩემი მეგობრების და ჩემი თანაგუნდელების აი ეს წინასწარმეტყველება და ძალიან გულწრფელი ესეთი გარკვეული პოლიტიკური პასაჟი ასრულდა. და დღეს ჩვენ მივდივართ რუსეთის მიმართულებით, დღეს ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტად ვცილდებით იმას, რასაც ქვია პროგრესი და civiluri და თავისუფალი სამყარო და აი რამე დაგითხრათ, იცით? ყველაზე უფრო ტრაგიკული და ფატალური რაც არის ამაში არის ის, რომ აი ამის შემოსაღებას დღეს ჩვენი ხელისუფლება გვიპირებს მშვიდობის, ამხშენებლობის და მშვიდობის ყოფილობის სახით. რაც ყველაფერთან ერთად ცოტა ესეთი ცინიკურიც არის.
ნამდვილად. პოლიტიკური ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის მეკითხა, ჩვენ ვიცით უკვე რომ სიმართლის ბრძოლისთვის და ბრძოლისთვის, მოდით ასე ვთქვათ, არ დავა კონკრეტულად რისთვის, 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა ზურაბ გირჩ ჯაფარიძეს და ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მიდის განაჩენის გამოტანა უნდა გამოვტანოთ დღეს განაჩენი ბადრ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარეს და ნიკა მელიას, რომელსაც თუ არ ვწდები, უკვე ამერია იმდენი განაჩენი არის, რომ მოსამართლისთვის აი წყლის ბოთლის რაღაცა გაქნევისთვის გონი ერთწლიანი სასჯელი, აი ამიტომ უმატებენ. და უკვე ხვალ ახლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხვალ დილის 10 საათზე არის სასამართლო გიორგი ვაშაძეს და გიორგი ვაშაძესთან ისა ნიკა გვარამიას განაჩენიც უნდა იყოს ხვალ. ხო, რა გითხათ ახლა დღეს რაზეც ვსაუბრობდით იმას დაუბრუნდები ძალიან პირდაპირ აი ის არა ქვია თეთრი ძაფით ნაკერი ქვია ხო ესეთი რაღაცა რომ თეთრი ძაფით ნაკერი არის ყველა ეს საქმე და თეთრი ძაფით ნაკერი არის არა მარტო არაკომპეტენტურობის და დილეტანტობის გამო თუმცა არის ეგ ნიშანთვისება ძალიან ჭარბად აქვს ქართული ოცნების ყველა იმას რა ქვია ასე ვთქვათ სტრუქტურას პირველ რიგში თეთრი ძაფით ნაკერი არის იმის გამო რომ დემონსტრაციად გამოცხადებული დაჭერის ქრონიკები ქვია ყველა ამას და დღეს ამიტომ გააკეთა ირაკლი კობახიძემ რომ ზურა ჯაფარიძე დააპატიმრეს იმის გამო რომ მან ანაღიარა ეს საგამოძიებო კომისია თუ საგამოძიებო კომისიას აღიარებ მაშინ უნდა აღიარო პარლამენტი არალეგიტიმური პარლამენტი, რომელი პარლამენტის აღიარებასაც გარდა რუსეთისა და რამოდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი ისეთი არც თუ ისე დიდი ავტორიტეტის მქონე სახელმწიფოს არ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი არ აღიარებს. კომისიის აღიარება ნიშნავს სწორედ აი ამ პარლამენტის აღიარებას და აი ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ეს არის გამოცხადებული დაჭერის ქრონიკები სწორედ აი ესეთი უსამართლო ნაბიჯით ცდილობენ რომ მოხდეს შიშზე უნდა დააფუძნოს ახლა დღეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას თავისი მმართველობა და თავისი ძალაუფლების განმტკიცება და მე აი შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რა კი ვიცი იმ ადამიანების განწყობა და ახლა მარტო მე არ ვიცი საჯაროდ ტელევიზიის სხვა მედია საშუალებებით ამის არავის არ ეშინია ყველა არის შეგუებული იმას რომ გარკვეული პერიოდით მოუწევს სასჯელის მოხდა მეცაც გეტყვით დღეს ამ სასჯელის მოხდა ძალიან საპატიოა და პრესტიჟულია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილში და ეს მხოლოდ ერთ რაღაცას ნიშნავს რომ შენ არ გახდი რეჟიმის უსამართლობის და მისი ძალმომრეობის ნაწილი არ შეურიგდი ყველაფერ ამას და ერთი რაღაცა გახსოვდეთ ბატონებო რომ ყველაზე უფრო პირუთვნელი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შემფასებელი ეს არის ისტორია და ჩვენი შთამომავლობა შთამომავლობას ყოველთვის გაახსენდება ჯვებეები რომელმაც დღეს ჯვებეების ხელისუფლებაა დღეს რომელმაც დღეს 7 თვიანი პატიმრობა გამოუტარა ზურა ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობა და არაფერი არ მოუვა და ასევე გაახსენდება და ასევე ilaparagops ყოველთვის ზურა ჯაფარიძეზე და სხვებზე რომლებიც აი ამ რთულ დროს აი ამ ძალმომრეობის და უსამართლობის წინააღმდეგ იყვნენ. იმიტომ ახ 7 თვიანი პატიმრობა გნებავთ 1 წლიანი, გნებავთ 2 წლიანი პატიმრობა. რა ვიცი, რამდენიც უნდა იყოს სამართლიანობისთვის, შენი პრინციპებისთვის, შენი ღირებულებებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, ახლა ცოტა ისეთ საგრძელოს ჟანრში გამოდის ისეთი თემა, ხო, აი პათეტიზმი ამაში აბსოლუტურად არ არის. ბატონ გიორგი, ბოდიშ გიხდით უნდა გაგაწყვეტინოთ, იმიტომ რომ ახლა ხანს მაცნობეს რომ მოსამართლემ გამოიტანა განარჩენი და ბატონი ხაზარაძე 8 თვით იქნება დაკავებული და ასევე მას 2 წლის მანძილზე არ ექნება უფლება დაიკავოს რაიმე თანამდებობა. მოსამართლო და სამარცხინო გადაწყვეტილება მოსამართლის ნამდვილად. პირველ რიგში რა მინდა ვთქვა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ზოგადად მთლიანად მათ კოალიციას ეს ძალიან დიდი დარტყმა არის ესე როგორც ზურა ჯაფარიძის დაკავება ახლა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რაც არ კლავს გვაძლიერებს. ალბათ მოგვიანებით იგივე განაჩენს გამოუტანენ ბატონ ბადრისაც და თქვენს ლიდერსაც. ძალიან დიდი შანსია და ძალიან დიდი ალბათობა ამისი, როგორც ჩანს, მთავარი ამოცანა არის რომ ყველა ეს ლიდერი იყოს გისვაზებს მიღმა და მათთვის ესე რომ ვთქვათ განეიტრალებული რომ ამით შეძლონ ეგრეთ წოდებული სიტუაციის დამშვიდება და ნორმალიზება რაც რატომ როგორ ფიქრობთ ისინი ფიქრობენ რომ ლიდერების გარეშე ოპოზიცია შეწყვეტს ხო რა თქმა უნდა ესე ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში ფიქრობენ რომ ამ ლიდერების გარეშე ოპოზიციის და ზოგადად ამ პროტესტის მუხტის სინერგია იქნება ნაკლები ხა ამას მინდა გითხრათ რომ გარკვეული ლოგიკური საფუძველი აქვს თუმცა ერთ რაღაცას ვერ ითვალს ეს არის განწირული რეჟიმის ნაბიჯები რომელიც ეხლა ცდილობს თავის ძალაუფლების შენარჩუნებაზე ვერ თulis ერთ რაღაცას რომ ეს სხვა ადამიანებისთვის მათი თანამებრძოლებისთვის პირიქით
გაცილებით მეტი мотиваციის მიცემია ხალხის განაწყენებისთვისაც ეს არის კიდევ უფრო მეტი ესე ვთქვათ ეხლა ცეცხლზე ნავთის დასხმა და ყველაზე უფრო ცინიკური ამ ყველაფერში არის ამ პატიმრობასთან ერთად 2 წლით თანამდებობის არ დაკავების თუ დაკავების უფლების ჩამოთვლება ქართული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ აპირებს არც ერთი ეს ლიდერი და არ აპირებს საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობა ხო როდესაც ქართული ოცნება აღარ იქნება და ძალიან მალე იქნება აი ამ ადამიანებს ყველა ეს საჯელი ესეთი რა ქვია თუ მე ამ საჯელის შემდგომი რაღაც გარკვეული შეზღუდვები მოიხსნებათ მე ამაში ვარწმუნებ ყველას რა არის იცით აი ესეთი რაღაც არსებობს ეხლა ბატონი მიქაუტაძის დაკავების პროცესი უყურებდი იქ ხარიბაშვილის და ყოფილი უშიშროების მინისტრის მოხსნის თემას ბიძინა ივანიშვილის დაიწყო კრონოსის პერიოდი ეხლა კრონოსის პერიოდი ეს არის ეგრეთ წოდებული გარკვეული სიმპტომი ესეთ საზოგადოებრივ ურთიერთობებში და დიქტატორებისთვის ისინი თავისი შვილების ეხლა ყველა ეს ადამიანი მათ შორის მიქაუტაძეც, მათ შორის რა ქვია ყოფილი უშიშროების მინისტრი, ეს არის ბიძინა ხარიბაშვილი, ბატონი ხარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შვილები არიან. მისი შექმნილი ადამიანები არიან ესენი თავიანთი იმიჯით, საზოგადოებრივ მდგომარეობებით და აი ამ შვილების, აი ამ მისგან ნაშობი რაღაც გარკვეული წარმონაქმნების ჭამის პროცესი დაიწყო. ეხლა ეს ძალიან სიმპტომატორია და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი და წავე პროცესები მიდის სოფლიო პოლიტიკურ არენაზე. მე გულისხმობ ისევე როგორც ეხლა რუსეთ-უკრაინის ომს, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად კორელაციაში მყოფ პროცესს. უმნიშვნელოვანესია დღეს ის რაც ხდება სპარსეთის ყურეში, ირანთან და ისრაელთან და უკვე ამერიკა ახალი აქტორი გაჩნდა, ესეთი აქტიური აქტორი აი ამ პროცესების. ეხლა რამოდენიმე წუთის შეიძლება ითქვას 1 საათის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა დაბომბა ამერიკული ბაზა სირიაში, ამ ბაზას არ აქვს აი ესეთი ზიანი მიხენებული, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შევიყვანოთ მაყურებელი აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ წინასწარ ჩავწერეთ ბატონი გიორგი ანუ დღეს გადაცემის ჩანაწერი გადის, ამიტომ ის რასაც დღეს ისმენთ, გუშინ გამოვიდა, რომ დაბომბა ის უკაცრავად ირანმა ამერიკის ბაზა. 22 ივნისს წერ ჩვენ ახლა ამ გადაცემას და მე ვფიქრობ, რომ ალბათ გარკვეული ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე მას ექნება გარკვეული პასუხი და გარკვეული რეაგირება, სხვანაირ ვერსია, სხვანაირ გავრცელებას აი ამ პროცესებისას მე ფაქტიურად გამოვრიცხავ. რამდენად იქონიებს, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაზე მნიშვნელობას? რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, დღეს საქართველოს მართავენ რუსული ნამესტნიკები. მე ამ სიტყვას, ამ ტერმინს სპეციალურად გამოვიყენებ, ძალიან მეზარება ეს ტერმინი, ისევე როგორც აი ის დამოკიდებულება მაქვს ამ ტერმინისადმი, რა დამოკიდებულებაც მაქვს დღეს ჩვენს არარჩეულ და არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე. მაგრამ მართლა რუსეთის ნამესტნიკები მართავენ, ახლა ჩვენ ყველა მოვისმინეთ იმ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ბიჭის ინტერვიუ, რომელიც ამუდარო ფსბ წარმომადგენლების ხედან იქ სამსახურებში და ისინი მართავენ ამ პროცესებს. დღეს რუსეთიდან წამოსული დირექტივებით იმართება საქართველოს. ჩემი ინფორმაციით მაგალითად გახარიას წინააღმდეგ აღზრული საქმე ჩორჩანას პოსტზე, ბლოგ პოსტზე, ეხლა გახარია არ არის ადამიანი, რომლის აპოლოგეტიც არის გია თევდორაძე. და მე მის მხარდამჭერების რიცხვს არ მივეკუთვნებ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ახლა ობიექტურებისთვის უნდა ითქვას, ამ ამბავში ძალიან კომპეტენტური და ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი ამბობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ალბათ თუ ერთადერთია, ერთ-ერთი ნორმალური გადაწყვეტილება, ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ჩორჩანას ბლოკპოსტის გაკეთება იქა. რუსების მოთხოვნა არის აი ამ ბლოკპოსტის აღება და იმისთვის რომ ეს ბლოკპოსტი იქნეს აღებული, ამისთვის გარკვეული რაღაც საფუძველი ხო უნდა შემზადდეს. საფუძველი არის პირველ რიგში აი ამ გადაწყვეტილების დემონიზება და აი ამ გადაწყვეტილების მიღები ტიპების დასჯა, რომ ეს იყო ვითომ რაღაც დანაშაული და ნუ შემდეგ ამისი ვითომ ლოგიკური გაგრძელება იქნება აი ამ ბლოკპოსტის ლიკვიდირება თუ ანულირება თუ მოხსნა იქ. ანუ ჩვენ ვიმართებით რუსეთთან. ამიტომ ყველა პროცესი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას, მის ძალადობრივ რეჟიმს შეასუსტებს, გავლენას იქონიებს საქართველოში. დღეს პუტინი არის ირანის მოკავშირე, როგორც ქართული ოცნება არის ირანის მოკავშირე. ეხლა ირაკლი კობახიძის კადრები დაგზალვაზე ჩასული ირაკლი კობახიძის დაბაში მჯგომარე სადაც და სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს ყველა ძალიან კარგად ავსებს, იყო ძალიან სამარცხვინო
კადრები, ყველაზე სამარცხვინო კადრები ალბათ ჩვენი ბოლო 10 წლეულების ისტორიის, როცა ჩვენი უმაღლესი ხელისუფალი აი ესე დარბაზში იჯდა. და ეხლა ირანში რეჟიმის შესუსტება თუ არა დიქტატურისკენ. ჩვენ უკვე დიქტატურაში ვართ, თამუნა, მე არ ვიცი იმას, რასაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ. აი ამის გამო მოგთხოვენ თუ არა პასუხს, მაგრამ ვიცი რომ შენ არ გეშინია, მეც არ მეშინია. ნამდვილად, იმიტომ რომ იმაზე უფრო საშიში, ეხლა რა შეიძლება ჩვენ ამ სიმართლის საუბრის გამო მოგვივიდეს იმაზე უფრო საშიში, რა შეიძლება მოვიდეს ეხლა მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას და თქვათ ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და ასე შემდეგ. არის უფრო საშიში ის, რომ ჩვენმა შვილებმა შეიძლება ამ ქვეყანაში მომავალი დაკარგონ. ჩვენმა შვილებმა შეიძლება საკუთარი თავის რეალიზებისთვის და საკუთარი ცხოვრების და არსებობის და ცხოვრებმყოფელობის გაგრძელებისთვის სხვა სახელმწიფო აჩვენონ საკუთარ ქვეყანაში არ დაედგონ. ეს ყველაზე უფრო საშიში სცენარია, რისი წარმოდგენა შემიძლია მე. ამიტომ თუ კი რაიმე ფორმით შემიძლია აი ამ ჩემთვის ყველაზე საშიში სცენარი შევეწინააღმდეგო, მე ყველა ნაბიჯისთვის და ყველა ზვარაკისთვის მზადა ვარ. ისევე როგორც დარწმუნებული ხარ მზადა ხარ შენ. და ისე როგორც დარწმუნებული ვარ მზად არის ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლიანი და ნამუსიერი ნაწილი. აი ამ არჩევანის, აი ამ დილემის წინაშე დაგვაყენა ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა. ის გვეუბნება რომ ან იცხოვრებთ ჩემს მიერ მოცემული წესების, გრაფიკის და რაღაც გარკვეული როგორ გითხრათ ეხა წარმოსახულ საქართველოში, ან იქნებით ჩემი ტყვე და ჩემი პატიმარი. ამიტომ აკაკ წერეთლის სიტყვები არ ეგეთი ხო, ის ჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ზევნაში მკვდარი. ეხლა სიკვდილისგან და ფატალური ამბებიდან დაგვიფაროს ღმერთმა, არავის არ უსურებ, თუმცა ყველა ზვარაკი გაღებული თავისუფლების ზევნაში, რა თქმა უნდა, ღირს მონობაში გადიდკაცებული ხვედრს. და ის რაც არ გკლავს, გვაძლიერებს, მე ხმადა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მათ საბოლოო ჯამში კეთილი ძალის, ნათელი ძალის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. დღეს ბარიერის იქეთ და აქეთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და მეორე მხარეს დგას მოძალადე ხელისუფლება თავისი ვიწრო ინტერესების ჯგუფთან ერთად, რომლებიც მისი იდეური მოკავშირეები კი არ არიან, ინტერესობრივი მოკავშირეები არიან და თანამზრახველები არიან იმ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც უკვე რამოდენიმე წელია ეწევა ქართული ოცნება საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონო გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ ოპოზიციის ლიდერების ასე თანმიმდევრობით დაკავებას, როგორ გამოეხმაურება იგივე ევროკავშირი, ევროპარლამენტარები, მით უმეტეს რომ მათ გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ მკვეთრად შეიცვალა ვექტორი მივდივართ რუსეთისკენ და აპირებდნენ პერსონალური სანქციების გარდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც გააგრძელონ მუშაობა. როგორი ექნებათ თქვათ ევროპარლამენტარებს ამ დაკავებების შემდეგ რეაქცია? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ წვავე, თუმცა პირდაპირ ვიტყვი რომ არ მინდა ქართული ოცნების უნამუსო და უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო დაისაჯოს ქართველი ხალხი. პირველ რიგში საიდანაც მივდივართ სავარაუდოდ. პირველ რიგში დაიხარჯოს თუ დაისაჯოს ბოდიშვიხტი ის მრავალათასიანი წარმომადგენლობა ჩვენი ემიგრანტებისა, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და იქედან საკუთარი შრომით და წყალებით ნაშრომ ლუკმაპურს აგზავნიან და აი ამ ლუკმაპურზე ამ გამოგზავნილ ასე რომ ვთქვათ საშუალებებით ცხოვრობს დღეს მთელი საქართველო, მინდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად არანაირი ეკონომიკური ზღვა არ აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს ყველაფერი არის მხოლოდ რაღაც გარკვეული იმიტაცია და ბლეფი, რომელსაც ვითომ აი მხოლოდ ტრიბუნებიდან გვეუბნებიან, სტატისტიკური სამართლოს მონაცემები და ზოგადად აი ეს ციფრები, რომელიც დღეს არსებობს, აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მეტყველებს და მე მინდა ვიქონიო იმედი, რომ არ დაისჯება ქართველი ხალხი, თუმცა იქნება ძალიან ბევრი პერსონალური, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ გარკვეულ სანქციებში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აი ამ სიტუაციას მართავენ ასეთი ძალადობრივი გზით. მე ვადავარ ამაში დარწმუნებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს თუ ამერიკელ მეგობარს და ზოგადად კოლექტიურ დასავლეთს, როგორც ამას ამბობენ, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული და წარმოვიდგინე, რომ ქართველი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა ძალა, სხვა მოსაზრების და სხვა დამოკიდებულების დღეს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებისადმი და ქართული ოცნება ეს არის უცხო სხეული აი ამ ზოგად ქართულ სივრცეში დღეს და ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ რუსული მეკავშირეობის პრინციპით უქმედებს და არანაირად არცემს იმ გამოწვევებს შესაბამის პასუხს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე არსებობს.
ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ჩავწერეთ ეს გადაცემა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ გადაცემის ჩანაწერს გთავაზობთ, იმიტომ რომ ეს გადაცემა როცა გავა, ბატონი გიორგი იქნება თბილისში და დაესწრება მისი ლიდერის ბატონ გრიგოლ ვაშაძის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესს, რომელსაც სავარაუდოდ ისევე დააკავებენ, როგორც დააკავეს დღეს ბატონი მამუკა ხაზარაც. ხო, მე გიორგი ჩემი მეგობარია უპირველეს ყოვლისა და ამის შემდგომ არის ჩემი ლიდერი, იგი არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ჩემს ცნობიერებაში და არა მარტო ობიექტური იქნება ერთ-ერთი წესიერი და პატრიოტი კაცი, რომელსაც ვიცნობ. დიდი იმედი მინდა მქონდეს, თუმცა ეს მხოლოდ ისეთი ძალიან თეორიული იმედია, რომ მის შემთხვევაში უფრო ობიექტური იქნება სასამართლო, თუმცა ამ ობიექტურობის იოტისოდენა ესეთი ლოგიკური საფუძველიც არ მაქვს, ამ იმედოვნების უფრო სწორად და იგი შეგუებულია იმ განაჩენს, იმ ვერდიქტს, რასაც გამოუტანს მოძალადე ხელისუფლება, თუმცა იგი გააგრძელებს ბრძოლას გისოსებს მიღმაც, თუ გიქნება მისი თანამებრძოლები გავაგრძელებთ იქ, სადაც ვიქნებით და ადამიანი შეიძლება იყოს გისოსებს მიღება და შეიძლება იყოს გაცილებით უფრო თავისუფალი, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ამ განაჩენს იღებენ. მე ხვანდავად დაწუნებ, რომ ჯვებეზე უფრო თავისუფალი დღეს არის ზურა ჯაფარიძე, 1000-ჯერ უფრო თავისუფალი, 1000-ჯერ უფრო ვალმოხდილი და 100,000-ჯერ უფრო ღირსეული მომავალი თაობის მიმართ. ჯვებების დრო უნდა დამთავრდეს და თავისუფლების, განვითარების და პერსპექტივის დრო უნდა დაიწყოს საქართველოში. მადლობა, დაგემშვიდობებით. დავემშვიდობებით ტელემაყურებელს. შევახსენებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.